الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم وابتغي فيما آتاك الله دار الآخرة ولا تنس نصيبك من الدنيا وأحسن كما أحسن الله إليك إلى آخر الآية صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم فمن كان أخوه تحت يديه فليطعمه مما يأكل وليلبس مما يلبس ولا تكلفهم ما يغلبهم صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძირფასო მორწმუნეებო, ჩვენი დიადი რელიგია ადამიანებს მოუწოდებს ცხოვრების ყველა სფეროში პატივისცემ სამართალს, უფლებებსა და ზნეობრივ პასუხისგებლობას. ისლამი მხოლოდ მეჩეთში შესრულებული ღვთისმსახურებით არ შემოიფარგლება. იგი ცხოვრების გზაა, რომელიც შრომას, ვაჭრობას, ხელობას, ადამიანურ ურთიერთობასა და ზნეობას ერთმთლიანობად განიხილავს. ისლამი პატიოსანის შრომით მოპოვებულ ლუკმას ბარაქიანად, ანუ წმინდად მიიჩნევს. შრომით დაღვრილი ყოფილი ღირსება, ხოლო ჰალალი და კანონიერი გზით სარჩოს მოპოვება ღვთის კმაყოფილებისკენ მიმავალი გზა. მუსლიმი ადამიანი თავის საქმიანობას მხოლოდ მატერიალური სარგებლისთვის არ ასრულებს. იგი საკუთარ საქმეში პასუხისგებლობას, სინდის, პატიოსნებასა და ღვთის მოშიშეობას ავლენს. ჩვენი შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ერთ-ერთ ხადისში შემდეგ შეგვაგონებს: უმჯობესია, რომელიმე თქვენგანმა ზურგით შეშეეზიდოს, გაყიდოს და ღირსება დაიცვას, ვიდრე ადამიანებს თხოვოს რამე, რომლებმაც შეიძლება მისცნენ, ან შეიძლება უარით გაისტუმრონ. ძვირფასო მორწმუნეებო, დღეს თანამედროვე სამყაროში მატერიალურმა ინტერესებმა ხშირად დაჩრდილა სინდისი, სამართლიანობა და ადამიანურობა. სამუშაო გარემოში სულ უფრო იკლებს ნდობა, პასუხისგებლობა და ურთიერთპატივისცემა. სამწუხაროდ, ამ სულიერი კრიზისის გავლენას მუსლიმური საზოგადოებაც განიცდის დღეს. თუმცა, მუსლიმისთვის სამუშაო და ვაჭრობა მხოლოდ შემოსავლის მიღების საშუალება არ არის. ეს არის გამოცდა, რამდენად ვიცავთ სამართლიანობას, რამდენად ვუფრთხილდებით სხვის უფლებებს და რამდენად ვიქცევით ღირსეულად მაშინაც კი, როცა ამას ვერავინ ხედავს. ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი საქმიანობა ავაგოთ სიკეთეზე, სამართლიანობასა და გულწრფელობაზე. ვაჭრობაში, ხელობაში, თანამშრომლობასა და ურთიერთობებში უნდა შევინარჩუნოთ ის ზნეობრივი საფუძვლები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებაში ნდობა, ერთიანობა და ადამიანურობა დაამკვიდრა. სამუშაო ადგილი არ უნდა იყოს მხოლოდ შემოსავლის მიღების სივრცე. იგი უნდა იქცეს უსაფრთხოების, პატივისცემის და ურთიერთობის გარემოთ, სადაც ადამიანი საკუთარ ღირსებას დაცულად იგრძნობს. ძვირფასო მორწმუნეებო, პატივცემულო, დასაქმებულნო და დამსაქმებელნო. დასაქმებულმა თავისი საქმე პასუხისგებლობით, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. მუსლიმი ადამიანი აცნობიერებს, რომ დაკისრებული საქმე მისთვის ამანათია და ყოველი მოვალეობა სინდისით უნდა შეასრულოს. მან უნდა შეიტანოს საკუთარ ოჯახში ჰალალი სარჩო და ლუკმაპური და თავისი შრომით არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენი საზოგადოებაც უნდა გააძლიეროს. ამასთან დასაქმებულმა უნდა შეიმეცნოს ჩვენი საყვარელი შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგი რჩევა. ღმერთს უყვარს ისეთი ადამიანი, რომელი ადამიანის თავის საქმეს
საუკეთესოდ ასრულებს. დამსაქმებელმაც უნდა იცოდეს, რომ მის ხელში მხოლოდ ბიზნესი ან მოგება არ არის. მის პასუხისმგებლობაზე ადამიანთა შრომა, ოჯახები და მათი მომავალი. სამართლიანი ანაზღაურება, თანამშრომლის პატივისცემა, უსაფრთხო სამუშაო გარემო და ადამიანის შესაძლებლობის გათვალისწინება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური და სარწმუნოებრივი ვალდებულებაა. ალლაჰის შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ჰადის შერიფში შემდეგ ბრძანებს, როცა ვინმე დაასაქმებს, აჭამეთ ის, რასაც თავად მიირთმევთ და ჩააცვით ის, რასაც თავად იცმევთ. ნუ დააკისებთ მათ ისეთ საქმეებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას აღემატება. რამდენად ძლიერი და წარმატებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება ეკონომიკურად, თუ მასში სამართლიანობა, თანაგრძნობა და ადამიანური ღირსების პატივისცემა არ არსებობს, იცოდეთ, რომ ნამდვილი ბარაკა ამგვარ საზოგადოებაში ვერ დამკვიდრდება. ძვირფასო მორწმუნეებო, დამსაქმებლად ან დასაქმებულად ყოფნა ადამიანურ ღირსებას ვერ გაგვისაზღვრავს. გამჩენის წინაშე უპირატესობა მხოლოდ ღვთისმოშიშეობით არის განსაზღვრული, კეთილიზნეობითა და სამართლიანობით იზომება. ყველაზე ღირსეული ადამიანები ისინი არიან, ვინც საკუთარ ძალაუფლებას, შესაძლებლობასა და მდგომარეობას სხვათა დასახმარებლად, სამართლიანობის დასაცავად და სიკეთის გასავრცელებლად იყენებენ. მორწმუნე ადამიანი არასოდეს აშენებს საკუთარ კეთილდღეობას სხვისი ჩაგვრის, უსამართლობის ან ექსპლუატაციის ფასად. იგი ცდილობს იყოს სანდო, სამართლიანი და მოწყალე, რადგან იცის, რომ ყოველი სიტყვა, ყოველი ლუკმა და ყოველი ქმედება ალლაჰის წინაშე ანგარიშგასაწევია. ძვირფასო მორწმუნეებო, ხუთბას შემდეგი აიათის წაკითხვით დავასრულებ. გამჩენი გვამცნობს იმით, რაც გამჩენმა გიბოძა ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ და არ დაივიწყო შენი წილი დედამიწაზე. სიკეთე აკეთე ისეთივე, როგორც გამჩენმა მოგმარლა. ألا إن أحسن الكلام وأبلغ النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام